თეატრალურის მისაღები გამოსტაზე რომ მივიდიოდიო, მამაჩემო მითხრაო. მალე მოდი მე შეხელში წიგნი არ მინახავ და საპროჟექტებს უნდა მიგაბა. კი, მოდიო, კაცო, ჩვენი არაჩვეულებრივი მეგობრები ჩვენი. მიგაბარებო და გასწავლიან ხელობასო რა და იმას გენიო. ვერ მოხდებიო გამორიცხო. როგორ რა მოხდებო? ეს იყო ალბათ, იმიტომ რომ ნათქვამი აქვს, მე რუსთაველზე ესე ვერ დავდიოდი თეატრალური წინა, აკეთვა ეს დავდიოდი, იმიტომ რომ იქ ხანარი ხალხი იყო. ეგ თქვენი სანდრო თუ რას ამბავთ? მამაჩემი აქ მოყოლილი, აი რუსთავი იქ იკითხა ესო გავლა რაღაცა ცხენოდაო რა, იმიტომ რომ იქ რაღაც მსახიობები მომავალ ხო, ამიტომ აქეთ გავდა, აქეთ რუსთაველზე ცხოვრობთ ჩვენ. თელი ცხოვრება. ხო და ამიტომ ეს ხო ქონდა რომ ვერაო, წიგნიან თუ არ გადაშალეო რანაირად. ჩუმად კითხულობდი ხოლმე ჩემთვის. მაგრამ ყველაზე მაგარი იცი რა იყო რა მომეწონა სანდრო. ეგ თქვენ რო თქვათ მირჩევდიო. აბა მიხაიქეთ. 5 სპეციალობა მქონა მითითებულიო. 5 სპეციალობა მქონა მითითებული. უნდა შემეშინდა რომ 5-ვე გამოსტაზე შევედი. ხო და ვერცერთი ვერ ჩავაბარებ და თქვენ მოყევით ეგ ამბავი. არაფერი შემეშინდა, შემეშინდა ხა, იმიტომ რომ რეალურად რამდენი 4 თუ 5 კაცი იღებდნენ თეატრის რეჟისორს, ამიტომ ავწერეთ კინო დოკუმენტ, კინო ბატონი ის იყო ჭუბაბრია, კახა გვარი არ მახსოვს. რა გვარი იყო კახა? აი ამ მოჭექს. ანუ ხო რა კინოზე დოკუმენტურ კინოზე ტელე იმაზე რა ქვია ყველაფერზე შევედი რომ რაღაცაზე მოხდარიყავ და მე გადავიდოდი და მწყობენ მდინარად ვინერიული რომ ყველაფერზე მოხდა ყველაფერზე 5-ვეზე ნაი 5-ვეზე არა ეხა უტრირეთ მაგრამ ნუ 3-ზე ნახეთ საუკეთესო არჩი ხო ნუ თეატრი მინდოდა მე მწყევრიდან მახსოვს ვიღაც შობლები რომ ისაუბრებ ადგილი წაგვართვაო ხო და მე ხან 5-3-ვეზე ხო არ ვისწავლები რა გადავა